გიყვარს? საქმე მაინც შვიდია და ბა. სოფელ მეტეხში მცხოვრები მოხუცი კალბატონი გვარად პუტინა არ იყო ერთადერთი, ვინც დარწმუნებული იყო, რომ 1998 წელს ფსბ-ს დირექტორად დანიშნული ქერა კაცი იმავე გვარით სწორედ ის ბიჭი იყო, რომელიც ამ რღობეებში 40 წლით ადრე დარბოდა და ლამის ყველას ერჩოდა. Вова Путин. Очень плохой. Камень стрелял, весь стекло ломал. ამ სიუჟეტის ავტორმა, გენიალურმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა ლაშა კვესელაძემ თავის დროზე ვერა პუტინა სიარულის მანერაც კი შეადარა ვლადიმერ პუტინისას. გასაგებია, რომ ამით არაფერი მტკიცდება, მაგრამ დააკვირდით, ქალი პუტინა და კაცი პუტინი ერთსა და იმავე ხელს უფრო აქტიურად იქნებენ და მეორეს გაცილებით ნაკლებად. აი აკა ბაღებში დაკადა ბიჭებს აკაული მეზობლები რაღაც. არ მინდოდა ეგრე კოპიდიკო. დამქენიკ მარიტო სახლი უნდა მაგასა და მედიტა ავაშენო და ის დაიცოდა და იქონა იმით. დააკვირდით, ვინდა აქ უცთავი ვარ. რევიკი საქ ნაცხლეთი აი ქუა, აი. ვისა და პუტინისა, მე 79 წლის კაცი ვარ. და მაგას ერთი კაუჩა ძოხა ხავდა, მე ხიდის ქოსა ყოლა ხომ და იზოხა გეექცა ვერა მოიყვანა, საკამოდა აი ვიკაცა სხვა, აი გოგია. პირველ წლებში ვერა პუტინაცა და მისი ოჯახით საკმაოდ ხალისით ესაუბრებოდნენ ჟურნალისტებს. საკუთარი მაგალითით ეტყვით, რომ შეიძლებოდა იქ ჩასვლა და ინტერვიუს მარტივად ჩაწერა. შემდეგ კი რაღაც მოხდა და ოჯახი ერთიანად ჩაიგედა. განსაკუთრებით მისი ქალიშვილები. რა მოხდა? სოფელში გარდამალულა. უშიშროება მიმუშავა და მკაცრად გააფრთხილა ყველა თემა მოკალითო. ოღონდ რაც იქამდე წლების განმავლობაში აქვს მონაყოლი, იმას სავარაუდოდ ბევრს ვერაფერს დაამატებენ დღესაც. А не подскажете, Путина семья где живет? Путина семья? Канче этого селения. Отсюда где-то 100 метров. Вот туда, да? Там такое здание, огороженное высокой сеткой. Это последний дом по левую сторону. Отсюда, как это? Налево. სოფელში კარგად ახსოვთ გამწლიკული ქერა ბიჭი, რომელიც მესამე კლასის ჩათვლით აქაურ სკოლაში დადიოდა. ახსოვთ კლასელებსაცა და დამრიგებელსაც. ერთ დროს ოჯახებში მოეპოვებოდათ ბავშვების ფოტოებიც. სკოლაში კი იყო საბუთები ვლადიმერ პუტინის სახელზე. მაგრამ ის საბუთები უეცრად გაუჩინარდა. ფოტოები კი ზოგი ქართულმა უშიშროებამ წაიღო, ზოგი სავარაუდოდ პატრონებმა გულდაგულ გადამალეს. მაინც ზედმეტი პრობლემების თავიდან ასწილებდა.